ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ გორის საკრებულოში თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. მიზეზი რაზმაძის ის განცხადებებია, რომელიც ნიუ-იორკ თაიმსმა გაავრცელა. გორის საკრებულოსთან დღეს 18 საათზე აქციაც გაიმართება სახელწოდებით ნაომარი ქალაქი რუსული მმართველობის წინააღმდეგ. ისტორიები, რომ რუსები წლის ბოლომდე დონბასს დაიკავებენ, აბსურდია, აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, თითქმის 4 წლის განმავლობაში ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის მესამედი დაიკავეს, ამიტომ მის სრულად დასაკავებლად კიდევ 4 წელი დასჭირდებათ. რუსები ვერ მიიღებენ სუმის და ხარკოვის ოლქებს, ვერც სასაზღვრო რაიონებს შეინარჩუნებენ იქ, სადაც ახლა არიან, ამბობს ზელენსკი. პუტინთან შეხვედრის ადგილზე კი ის ამბობს, რომ მხარს უჭერს შვეიცარიისა და ავსტრიის შეთავაზებას. რუსებმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბეს. ტრანსკარპატიაში მეორე ობიექტი ყავის აპარატებს აწარმოებდა. საწარმოს დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. სულ კი ღამით უკრაინაზე რუსებმა 500-ზე მეტი დრონითა და 40 რაკეტით მიიტანეს იერიში. ნაწილი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა უსაფრთხოების სამსახურმა ინტერპოლით ზებნილი თურქეთის 3 მოქალაქე დააკავა და რუსეთს გადასცა. საოკუპაციო რეჟიმი მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. დაკავებულები თურქეთში კრიმინალური ტრანსნაციონალური დაჯგუფების წევრები არიან და ეჭვმიტანილები არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში, აცხადებს საოკუპაციო რეჟიმი.